პარლამენტის თავმჯდომარის და პრეზიდენტის შეხვედრასთან დაკავშირებით, როგორ აფასებთ თქვენ ამ შეხვედრას, ამდენად კონსტრუქციული იყო შეხვედრა, თუმცა ჩვენ ნახეთ, რომ პრესკონფერენციის შემდეგ დებატებშიც კი გადაიზარდა და საინტერესო შედეგი ამ შეხვედრის თუ შეიძლება რომ ამაზე ვისაუბროთ. მოგესალმებით ყველას, რაც შეეხება კითხვის პასუხს აი კონკრეტულად იმ შეხვედრას, რომელიც გუშინ შედგა პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ, ითქვა კიდეც, რომ აი ასეთი დღეს, ასეთი კონკრეტული შედეგი, რომ რაღაცაზე შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა ასევე ითქვა, რომ გარკვეული პროგრესი ამ მოლაპარაკებებში არის. და იმედია გამოთქმული ყველა მხრიდან, რომ ეს პროგრესი კიდევ გარკვევდება, ანუ ის რაზე არის ლაპარაკი მაგ ერთის მხრივ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ინიცირებულია სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის მიმართ ეხება პრეზიდენტის ამ შეუზღუდავი ძალაუფლების შეზღუდვას და უფრო რაღაც სამართლებრივ ჩარჩოში გადაყვანას, როდესაც პრეზიდენტს არ ექნება საშუალება ერთპიროვნულად დანიშნოს მთავრობა და თან დაითხოვოს პარლამენტი. აი ამაზე ლაპარაკი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ იგივე საპარლამენტო უმრავლესობიდან იქნა მზადყოფნა გამოთქმული იმაზე, რომ შემუშავდეს რაღაც საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის რაღაც ისეთი დოკუმენტი, რომელიც შესაძლებელია კონსტიტუციაში ჩაიდოს, ანუ რაც იყო უმცირესობის ერთ-ერთი მოთხოვნა. ამ მიმართულებით რაღაცა პროგრესი მოლაპარაკებებში არის. ახლა ის რომ მე გადაიზარდა დებატებში, ეს იყო ბატონი პრეზიდენტის დამსახურება აშკარად, იმენაც ატომღაც გადაწყვიტა, რომ იქ გამოეყენებინა ეს ტრიბუნა სულ სხვა თემებისთვის, მაგრამ მე მგონი ყველანი დარწმუნდით, რომ იქ პარლამენტის თავმჯდომარე იყო გაცილებით უფრო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, უფრო თანმიმდევრული და გაცილებით უფრო კარგად გამოიყურებოდა იმ დებატებშიც, ვიდრე პრეზიდენტი, რომელმაც რაღაც ძალიან უადგილოდ წამოიწყო იქ სრულიად ისეთ თემებზე ლაპარაკი, რაც არც მომგებიანი არ იყო მისთვის და მაინც საერთოდ არ ეხებოდა იმ მოლაპარაკებას. ასე რომ არ ამგონია იმ დებატებით რამე მოეგო იგივე პრეზიდენტსაც თუნდაც მის მომხრეებს. ბატონ დავით, არის მოსაზრება, რომ შესაძლებელია შეხვდნენ ერთმანეთს ბატონი მიხეილი და ბატონი ბიძინა, ანუ პრეზიდენტი და პრემიერი. ესეთ შეხვედრებს როგორ ფიქრობთ, რამდენად შედეგიანი იქნება იმ ფონზე, როგორიც იყო თუნდაც აი წინა კვირაში, რომ ანუ სიტუაცია არის საკმაოდ დაძაბული. მოგახსენებთ, იგივე პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქვა კარგით, შემიძლია რა პასუხი გავცე. ეხლა რაც შეეხება თვითონ შეხვედრას, ბატონ პრემიერ-მინისტრმა თავისთავად განაცხადა თავიდანვე, რომ საჭიროების შემთხვევაში ისიც ჩაერთვება. ანუ მას თავისთავად შეხვედრის პრობლემა არ აქვს, მაგრამ ეხლა პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის შეხვედრა ეს უნდა შედგეს იმ შემთხვევაში, როდესაც რაღაცა მოლაპარაკებები მისულია რაღაც წერტილამდე და გარკვეული შედეგი დაიდება და შედეგზე შეთანხმებულია ყველა მხარე. სხვანაირად უბრალოდ იმისთვის ეხლა იგივე პრეზიდენტმა რო განაცხადა იქ სააკაშვილი რო ამბობდა, რომ ასე კვირაში ერთხელ იაროს ჩემთან ერთად, რომ ეს ბუნებრივია არ გამოვა ეს ამბავი პირდაპირ ვთქვა, იმიტომ რომ არასერიოზული იქნება, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს, საქმე მოითხოვს და რაღაც კონკრეტული შედეგი მოითხოვს, ბუნებრივია ასეთ შეხვედრაც შედგება და ამის შესახებ იყო ღიად გაცხადებული. ამას უკვე უპასუხე არის, თუ გეუბნებათ თქვენს გავიბეორებაზე. ითქვა, რომ პროგრესი არის გარკვეული და იმედი გამოითქვა, რომ კონკრეტულ შეთანხმებამდეც ვივართ. ბატონ დავით, რაც შეეხება რათებერული ცნობილ მოვლენებს, ძალიან ბევრი შეფასება გაკეთდა, იყო ერთი მხრიდან განცხადება, რომ ეს იყო პროვოცირებული ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, მეორე მხრიდან იყო ბრალდებები, რომ პოლიცია არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. შემდეგ იგივე სოციალურ ქსელებშიც საკმაოდ ესეთი პოპულარული იყო თქვენი კომენტარი, სადაც თქვენ აცხადებით, რომ უკვე არასერიოზულია, მუდმივად იმაზე აპელირება, რომ ნაციონალების პროვოკაცია იყო ეს. იქნება კონკრეტულად დააკონკრეტოს, რას გულისხმობდით, როდესაც ამაზე საუბრობთ? ძალიან მარტივად შემიძლია თქვა, მე ვერ ხედავ სხვაობას ჩემს პოზიციასა და თუნდაც დაუშვათ იგივე ხელისუფლების პოზიციას შორის პრინციპულ სხვაობას, შეიძლება იყოს აქცენტები ცოტა განსხვავებული. მე ვფიქრობ, რომ ეხლა პროვოცირებული იყო, არ იყო პროვოცირებული, ეს არ უნდა იყოს, როდესაც საქმე ეხება ძალადობას, ადამიანს ცემენ, იქ დაზარალდა ადამიანი და ზარალია, ხელისუფლების პოზიცია უნდა იყოს ძალიან მკაფიო, ის უნდა ერთის მხრივ ძალადობა უნდა დაიგმოს და მეორეს მხრივ უბრალოდ სიტყვიერად კი არ უნდა დაიგმოს, უნდა მიმართოს გარკვეულ ზომებს, რაც ხელისუფლებისთვის არის სავალდებულო, ანუ დასაჯოს დამნაშავეები. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლების პოზიცია ეს არის და ამით შემოიფარგლება.
სხვა არ შეიძლება იყოს ისე და დანარჩენი არ იყო წმინდა პოლიტიკური შემოსევები იყო პროვოცირებული არ იყო ხამაზე შეიძლება კამათი რა თქმა უნდა რაღაცას მიაჩნია რომ იყო პროვოცირებული მაგრამ ეს ახლა პრინციპულად არ ცulis იმას ხელისუფლების როლს ამ შემთხვევაში ჩვენ ალბათ მე არ მივანიჭებდი ასეთ დიდ მნიშვნელობას აი ამ ეპიზოდს იმ შემთხვევაში ეს იქნებოდა ძალიან ცუდი იმ შემთხვევაში თუ გვექნებოდა საქმე ძალიან ცუდი როგორ არის და ძალიან ცუდი იყო მაგრამ შედარებები რომელიც კეთდებოდა მაგალითად იგივე თქვა 26 მაისთან თუ 7 ნოემბერთან ნუ ეს არის აბსოლუტურად არასწორი პრინციპულად არასწორი და აცდენილი შედარებები იმიტომ რომ იმ შემთხვევებში 26 მაისის შემთხვევა იქნებოდა 7 ნოემბრის და ბევრი შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ წინა ხელისუფლებისგან მაშინ ლაპარაკი იყო როდესაც სისტემა ძალადობდა ადამიანზე ანუ თვითონ პოლიცია იყო მოძალადე თვითონ ხელისუფლება იყო მოძალადე კონკრეტულად პოლიტიკურ ოპონენტებს. ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სულ სხვა შემთხვევაზე. ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მოქალაქეთა, მოდი მე შეგნებულად არ შევდივარ, ვინ ვისი მომხრე იყო, ვინ არა, მაგრამ მოქალაქეთა ერთი ჯგუფი დაუპირისპირდა სხვას. პოლიტიკური, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების და არა მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების, იქ როგორც გითხარით, იყვნენ ყოფილი პატიმრები, რომელთაც თავის დამოკიდებულება აქვთ იმ ხელისუფლებასთან. ანუ მოქალაქეების მხრიდან იყო ხელისუფლება ამ შემთხვევაში წარმოადგენდა პოლიცია. შეიძლება პოლიცია ზოგს ხონდეს პრეტენზია რომ არასაკმარისად გაისარჯა ანუ ვერ უახერხა აღიკვეთა თავიდანვე ზოგ შეიძლება პირიქით მოიწონოს პოლიციის საქციელი და თქვას რომ აი რა კარგად იყო და რაღაცნაირად ყველაფერი კარგად გააკეთა მაგრამ ხელისუფლებას იქ დანაშაული არ ჩაუდენია და ბრალდებები იმაზე რომ ეს ხელისუფლების მიერ იყო დაკვეთილი ნუ ეს სასაცილოა და არც კი ღირს სერიოზულად გავარჩიოთ ამიტომ ეხლა რა თქმა უნდა ეს არის სხვა შემთხვევა და ამ შემთხვევაში ხელისუფლების რეაქცია ვფიქრობ მაინც იყო სწორი გაგებით რომ დამნაშავეების წინააღმდეგ საქმე აღიძრა გამოძიება მიმდინარეობს ალბათ თუ დაველოდოთ რამდენად ადეკვატური იქნება ის სასჯელები რომელიც იქნება გამოტანილი ამ დამნაშავეების მიმართ ბატონო დავით ამავე როგორ გითხარით, ეხა პროვოცირებული ძალიან ისეთი ფრაზა არის რა. მე პრინციპში როგორც გითხარით, აქცენტებში არ ჩვენ თუ სხვა მომენტი, ანუ მიმაჩნია რომ არ არის ეს თავარი. იყო თუ არა. იმიტომ რომ იგივე მინისტრის განცხადებაშიც და პარლამენტის თავმჯდომარეში თუ სხვა განცხადებაშიც ყველგან ძალადობა დაიგმო ცალსახად და ითქვა რომ უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები დაჟი. თავარი არის ეს. ის ეხლა ის ამდენად იყო პროვოცირებული რაღაც დონეზე რა თქმა უნდა იყო. უბრალოდ მე ვთვლი რომ არ არის ეს ისეთი მნიშვნელოვანი. მე სხვას არც ველი. მოდი გულწრფელად გეტყვი. მე სხვას არც ველი. ნაციონალური მოძრაობა როდესაც მოდის ასეთ ტიპის, როდესაც ასეთი რამ ხდებოდა, სულ არ ველოდები რომ იქ მოაქციონალური მოძრაობა მოიქცეებოდა ისე რომ არ გააღიზიანებდა იქ ვიღაცას. რა თქმა უნდა ხა მისი ქცევა იქნებოდა მისი სხვებისთვის გამაღიზიანებელი. ეს ასე იქნებოდა. წინასწარ იყო ეს ცნობილი და სხვას არც ველი შემდგომშიც არ ველი რომ რაღაც ისე მოიქცევია როგორც მე მინდა და მე მესიამოვნებ. მოიქცევია რა იმიტომაც ავართ ჩვენ დაპირისპირებული და იმიტომ არ გვინდოდა ეს ხელისუფლება რომ რაღაც ბევრი რამ არ მოგწონდა მაშინ. ხო მათ სხვანაირი შეხედულება გვძის, სხვანაირად თვლიან. არ შევდივარ კიდევ განსჯაში, მაგრამ ეს ბუნებრივია ასე ისინი მათი ერთ-ერთი მათ არ აქვს ხალხის მხარდაჭერა დიდი და მათთვის რაც მეტი სკანდალი იქნება რაც უფრო მეტად გამოგიწევს რაც უფრო მეტად მეტ შეცდომას დაგაშვებინებს შენ ხელისუფლებას რაც უფრო მეტად გაგზნობინებს თავს რაღაცა დანაშაულის მონაწილედ მათთვის არის უკეთესი ეს ბუნებრივია ეს უბრალოდ თვლი რომ ამაზე ლაპარაკი არც კი ღირს და ამაზე აქცენტირება არც კი ღირს როდესაც ჩვენ რაღაცას ღორიძიებას გვეგმავთ ხელისუფლება როცა ხარით თორე ასე თუ ავყავით ახლა ჩვენ ვიქნებით მუდმივ პოლემიკაში ნაციონალურ მოძრაობასთან არ მგონია საქმეს წააგეს ხელისუფლებისადმი მოთხოვნა მე არ ამგონია იყოს ის რომ მან დაუმტკიცოს ხალხს რომ რაც უდია მისი პოლიტიკური ოპონენტი ხელისუფლება უნდა ამტკიცებდეს იმას რომ რა კარგია თვითონ ანუ რამდენად კარგ საქმეს აკეთებს თვითონ და ხალხი მე თვითონ გამოიტანს თავის დასკვნას კარგად მოქმედებს ან ცუდად მოქმედებს და არჩევნებზეც თქვა თავის სიტყვა და კიდევაც სიტყვის თავის სიტყვას და შეაფასებს როგორია პოლიტიკური ძალა. ბატონო დავით, ამავე თემას გავაგრძელებთ თქვენივე კომენტარიდან გამომდინარე. ზუსტ ციტირებას ვერ მოვხდენ, მაგრამ თქვენ თქვით, რომ არ უნდა დაემსგავსოს ახალი ხელისუფლება ძველ ხელისუფლებას საქციელში, შეფასებაში და ასე შემდეგ. თქვენ ამბობთ, რომ უბრალოდ განსხვავებული აქცენტები დასვით ამ თემის შეფასებისას, ზოგადად 8 თებერვლის შეფასებისას. არა, რა თქმა უნდა, მე ზუსტად მაგას მომოვიდი. ხო, რამდენად იზიარებენ ამ თქვენს პოზიციას, თქვენს გუნდში, ან უბრალოდ თუ დაეთანხმნენ ამ პოზიციას, რომ არ უნდა ემსგავსებოდნენ ისინი ამ ბუნებრივია, სამას თქვენ რაბათ გაეცნობოდეთ პრემიერ-მინისტრის განცხადებებსაც, შემდეგ სხვა განცხადებებსაც, ძირითადად ეს ხაზი არის ასეთი. უბრალოდ იცით რა არის, ზოგჯერ მაინც ახლა ახალი მოსული რო ხარ ადამიანის ხელისუფლებაში მაინც
გაქვს ხოლმე ეს მომენტი, რომ რაღაცაირად გინდა, როდესაც უსამართლო ბრალდებებს ისმენ, სულ გინდა პოლემიკაში იყოს, სულ გინდა ისა და ჩვენთვის ალბათ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ თუ აქეთკენ გადავიხარეთ, ასე ვთქვათ, სულ უფრო და მეტად უპასუხეთ ოპონენტების ბრალდებებს. არა საქმით, ასე ვთქვათ, არა ჩვენი პოლიტიკით. არავით დაიშოვედით აი ამ რაღაც დისპუტში, დებატებში, რომ აი ეს ასე იყო, ისე იყო თუ როგორ იყო თუ რაღაცაირად. მე არ მგონია ეს აი დამსგავსებელი, მე ძალიან კარგად მახსოვს ძველი დრო, ესე იგივე ზავარდების რევოლუციის შემდეგ ძალიან დიდი იმედები იყო მაშინ. ის თავიდან არ ჩამოყალიბებულა ასე დანაშაულებრივ რეჟიმად, როგორც ჩვენ ვამბობთ. ის თავიდან იყო ასეთი შესტოებები, გადაცნობებიც, თავიდან იყო ძალადობის ფაქტები, თუმცა და არ ქონდა, როცა ამას არ ქონდა ისეთი რეაქცია, თუნდაც იგივე ხელისუფლების შეგიდა. მე ჩემი თავი მახსოვს მაშინ, მე მაგალითად რაღაცებზე გავჩუმდი მაშინ. თუმცა გაცილებით ძლიერი ფაქტები იყო მაშინ ხელისუფლების დასაწყისში, ვიდრე თუნდაც ეს 8 თებერვლის ამბავი, უფრო მძიმე ამბები ხდებოდა 2003-2004 წლებში, მაგრამ მე მაშინ არ მილაპარაკე ამაზე ხმა მაღლა და ნუ ეხლა ვთვლი რომ ელაპარაკა, რავი, შეიძლება რაღაცა ყოფილიყო სხვანაირი. ცოტა რაღაცები გადაეხედათ. ამიტომ ფიქრობთ რომ ეხლა არის რაღაცეები, რაც მე მგონი ხელისუფლების პოზიციაში, რაღაცეები, რაც არ არის საჯაროდ სალაპარაკო და უფრო და შეიწყდებოდეს, იმიტომ რომ ეხლა ხელისუფლება არ არის იმისათვის, რომ ერთმანეთს ეკამათოს და რაღაც სხვადასხვა რგოლები იყვნენ დაკავებული ერთმანეთთან პოლემიკით. ბუნებრივია, ერთი ხედვა, ერთი პოზიცია. არის რაღაც მომენტები, სადაც საჯაროდაც უნდა ითქვას. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, სადაც საჯაროდ ჩავთვალე, რომ ჩემი პოზიცია დააფიქსირებია, მით უმეტეს მიმაჩნდა, რომ ის პრინციპში და ძირითადად არ განსხვავდება იმ პოზიციიდან, რაც სახელმწიფო გუნდშია. დავით, გავრცელდა სახალხო დამცველის განცხადება, სადაც ის გამოთქვამს შეშფოთებას, რომ ორივე მხარე ერთმანეთის მიმართ იყენებს სიძულვილის ენას და ამბობს, რომ ეს იწვევს მდგომარეობის უკიდურესად დაძაბვას და ზოგადად ურთიერთობა მხარეებს შორის არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. რამდენად ეთანხმებით ამ შეფასებას და აი რა შეიძლება გაკეთდეს აი ამ ვითარებაში, თუნდაც ამ 8 თებერვლის მოვლენების შემდეგ რა შეიძლება რომ გაკეთდეს ამ მდგომარეობის განმავლობაში? ახლა ჩვენ და ასე ვთქვათ, ნაციონალურ მოძრაობას ერთმანეთი ძალიან რო არ გვიყვარს, მაინც და მაინც ერთმანეთს და თუ არ ამოგდის ეს და ცნობილია. ბუნებრივია ერთმანეთთან გამათის დროს ზოგადად ზაფხის შეფასებებიც იქნება. თუმცა მე დავეთანხმებოდი, რომ სიძულვილის ენაში ეს არ უნდა გადაიზარდოს და ეს არ იქნება კარგი. არავისთვის ეს არ არის კარგი და არ წაადგება. უპირველეს ყოვლისა საერთოდ ადამიანი როდესაც ლაპარაკობს და რა ლექსიკას ხმარობს და რანაირად მოიხსენიებს თავის პოლიტიკურ ოპონენტს, ეს უპირველეს ყოვლისა მის კულტურაზე ასე ვთქვათ მეტყველებს და არა მოწინააღმდეგეს და ეს მოდით საზოგადოებამ შეაფასოს, ვინ უფრო მეტად ხედავს ამას და ვინ უფრო კულტურულად და ვინ უფრო წესიერად იქცევა ამ შემთხვევაში. მეგონია რომ ჩვენ ამ შემთხვევაში უფრო ღირსეულად გამოჩნდებით დარწმუნებულები. ამაში ჯობია შევეჯიბროთ ერთმანეთს. წაღან როდესაც ხელისუფლებაზე ლაპარაკობთ, თქვით რომ ანუ სწორად მოიქცა, ну იგივე სამართალ დამცავები და თვითონ სწორი პოზიცია ქონათ, ანუ არ იყო აგრესია გამოვლენილი მათ მხრიდან. ამ ხრივ სწორია, თუმცა მაინტერესებს თქვენი აზრი პირადად. აი კონკრეტულად იმ შეხვედრის დროს სამართალ დამცავებს უნდა უზრუნველყოთ თუ არა, რომ შვიდად შესულიყვნენ ნაციონალები და კიდევ აქვე ერთ კითხვას დაგისვამთ. ხელისუფლებები იცვლებიან, მაგრამ აი ეს შემთხვევები, როგორც ჩანს, ერთ და იგივე მეორდება, ანუ ყოველთვის არის შეხვედრების დროს დაძაბული რეჟიმი. ყოველთვის არის მოსაზრება, რომ ერთი ძალა მეორეს უგზავნის აი ამ ხალხს. როგორ ფიქრობთ, ეს როდისმე დამთავრდება თუ ეს რეალურად ეხლა ის თქვენ წარმოიდგინეთ, მართლა სერიოზულად რომ ყოფილიყო მიგზავნილი ხალხი, იგივე ბიზენა ივანიშვილს მოენდოები არ მოდი მე ხალხს მიუგზავნი. ნაცნობრაობას თქვენ გარწმუნებთ, იქ იქნებოდა ბევრად მეტი ადამიანი, ბევრად მეტი. და ძალიან ძლიერი ამბავი იქნებოდა კიდე. რა თქმა უნდა, ასტრამი არ ყოფილა და არც იქნება. ეს გამორიცხულია აბსოლუტურად. ეხლა რაც შეეხება პოლიციის თქმედებას, იცით რა არის? ეს ძალიან რთული საკითხი. მე არა ვარ ამ საქმის პროფესიონალი, მე შემიძლია, მე მესმის ვამბობ, რომ კრიტიკა იმის თაობაზე, რომ უნდა ყოფილიყო მეტად უზრუნველყოფილი უსაფრთხოება, შესაძლოა იყოს ლეგიტიმური კრიტიკა, ანუ ეს არ არის ის კრიტიკა, როდესაც თქვა, რომ აი შეიძლება ცივს წამი. თუმცა შესაძლოა ვიღაცა თქვას, რომ კი საკმარისობები იყო მიღებული და მართლა ძალიან რთულია ახლა იმის ისა, რომ დაუშვათ იქ არ მოხდებოდა ჩხუბი სადღაც იმ ადგილას, შეიძლება ეს უგულავ ხო ჩამოივლიდა სადღაც, ახლა ვიღაცა ხო დაინახავდა და მაინც აიშლებოდა არა ნერვები, შეიძლება მომხდარიყო დაუშვათ 20 მეტრის იქით. იმიტომ რომ ხა ნაციონალობის წარმომადგენლები ყოველთვის აი აპირებდნენ მაინც ჯგუფურად მოსვლას და ერთად მოსვლას და აი იმ შესასვლელით
შესვლას, რომელიც ცენტრალური შესასვლელია, ხო? ასე რომ ეხლა გარანტია ვერცეთ სოფლიოს, ვერცეთი პოლიცია ვერ მოგცემს ვერსად ასეთ სიტუაციაში, რომ რაღაც არ მოხდება. ასეთი რამ ყოველთვის შეიძლება მოხდეს. ეხლა როგორც გითხარით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შეიძლება ამაზე იყოს დავა, რომ ეს რამდენად იყო უსაფრთხოების ზომები მიღებული, რამდენად არ იყო, მაგრამ ეხლა იმის თქვა, რომ იცი რა პოლიცია გინდა თუ არა, მაშინ აი სავალდებულოდ აი სპეციალურად გააფუჭა რაღაცა, ამის თქმა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. საქმე კარგი რა არის, მეორე სასაც ვამბობ. გავაგრძელე კიდე ამას. კი, ჩვენ გვეუბნებიან რატო ვედრებით წარსულს, რატო ვედრებით წინა ხელისუფლებას. მე ვფიქრობ, რომ ეს დამოკიდებულებაც არის არასწორი. აუცილებლად უნდა შევადაროთ. რატომ უნდა შევადაროთ და თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ გავიგოთ, წინ წავედით რაღაცა კუთხით თუ წავედით უკან. ანუ ჩვენ რაღაცა გქონდა, რაღაცა მოცემულობა გქონდა, სადაც ცხოვრობდით, არა? ეხლა იმ მოცემულობიდან გამომდინარე, ჩვენ პროგრესი განვიცადეთ რაღაცაში თუ რეგრესი განვიცადეთ. ეხლა ამიტომ თუ რაღაცა გვინდა შევაფასოთ, რომ პროგრესული რაღაც პროგრესია თუ რეგრესი, სწორედაც უნდა შევედაროთ. და მე არ მახსოვს მაგალითად აი არალოგიურ შემთხვევებში წინა ხელისუფლების მხრიდან რაღაც გავსი ქცევა. მახსოვს პირიქით აგრესია, მახსოვს ხალხს უარბებდნენ, მახსოვს, მაგრამ ის რომ იგივე თქვათ ცალსახად დაგმობილი ყოფილიყო ძალადობა, თუნდაც რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან წინა ხელისუფლების ან ის რომ თქვათ გამოძიება ყოფილიყო და დასჯილიყო ვინმე თუნდაც არ მახსოვს ასეთი რაღაცები. ამას გაცილებით ძიმე შემთხვევებთან ქონდა საქმე, აი ბევრად შეუდარებლად ძიმე შემთხვევებთან. მე გაგახსენებთ 26 მაისი ადამიანები დაიხოცნენ ერთიად, უკან ხელისუფლება უარყოფდა რომ ის რაღაცა მოკლა, მაგრამ მორმანდუმბაძის წამების ფაქტი ხო ფაქტია. კობა დავითაშვილის გატაცების და წამების ფაქტი 7 ნოემბერს ხო ფაქტია. ასე ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტიც ფაქტია. არც ერთი ეს ამბავი არათუ გამოძიებული არ ყოფილა, არაფერი მსგავსი არ ყოფილა. ამიტომ ეხლა პროგრესი არის, რა თქმა უნდა. შეიძლება კი იყოს უკმაყოფილი და კარგი საზოგადოება უნდა იყოს კრიტიკული, მასმედიაც, არასამთავრობო სექტორის, უფლებადაცვითი ორგანიზაციებიც. ეს ძალიან კარგია, როდესაც გვაკრიტიკებენ, იმიტომ რომ ეს ჩვენ გვაიზურებს ვიყოთ ფიზლად ფორმაში და რაღაცნაირად შეიძლება ხალხი გვეწყინოს რაღაცას, ალბათ ჩავთვალოთ რომ სამართლოდ გაგვაკრიტიკეს, მაგრამ ეს საჭიროა, ეს კარგად გვესმის, რომ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში, მაგრამ არ შეიძლება არ დავინახოთ ისიც, რომ ჩვენ მხრიდან არ იქნება სწორი თქმა, რომ რაღაცნაირად აი მეტი ყურადღება იქნება მიქცეული, მივიდა იქ შინაგან საქმეთა მინისტრი თვითონ შეეცადა სიტუაციის განმუხტას და განმუხტა კიდეს გარკვეულწილად. ასეთ რამე ადრე არ მახსოვს და ამიტომ ეს რა თქმა უნდა პროგრესია. კი, აქ შეიძლება იყოს რაღაც არასაკმარისი, მაგრამ პროგრესი ვფიქრობ არის სახეზე. ბატონ დავით, საკონსტიტუციო ცვლილებებსაც შეეხება უმცირესობა მზად არის, რომ უმრავლესობის მოთხოვნას გაყვეს და პრეზიდენტის უფლებამოსილების ნაწილში ეს ამ ცვლილებებს ხარი დაუჭიროს, თუმცა მათი მოთხოვნა რომ ასევე ჩაიწეროს კონსტიტუციაში საგარეო კურსთან დაკავშირებით ჩანაწერი. ამაზე ითქვა მე მგონი. დიახ, სავარაუდოდ გუშინაც იქნებოდა ამაზე საუბარი პრეზიდენტ დავით უსულიაშვილის შეხვედრაზე. მე მაინტერესებს თქვენი პოზიცია, რატომ გახდა ეს საკითხი პრობლემატური, რატომ არ შეიძლება პრობლემატურს ჩვენ ამ საკითხს პრობლემატურს არ ხვდით, პრობლემატურს ამას ხვდით სადღაც სენაციური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობა. ჩვენ თავიდან რომ ამბობდით, რომ ეს არის ის საკითხი, რასაც შეიძლება შეთანხმება. ხა შეიძლება არის ასევე წარმოდგენილი იგივე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ბატონ თედო ჯაფარიძის მიერ დოკუმენტი, რომელიც შეიძლება რაღაცნაირად ამას საფუძვლად დაედოს, იქ რაღაცა მუხლებზე შეიძლება დავა, რაღაცა გავიზიაროთ რაღაც შენიშვნებიც. ასევე ჩვენ არა ვართ იმის წინააღმდეგ, რომ რაღაცების კონსტიტუციაში წაისახოს. უბრალოდ ჩვენ ვიტყოდით, რომ იყო წმინდა ჯერით იყო პროცედურული საკითხები, ანუ ეს წინ უსწრებს რაღაცნაირად წმინდა პროცედურულად კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას თავის პროცედურა აქვს და ინიცირებული არის სწორედ აი ეს კანონპროექტი, რომელიც ეხება სწორედ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, პრეზიდენტის და პარლამენტის უფლებამოსილებებს და ასევე პარლამენტის ადგილმდებარეობას. სხვა არ არის ინიცირებული ჯერჯერობით. ამიტომ აქ იურიდიული პრობლემაც არის, თუმცა ჩვენ იდეაში ამისთვის ზად ვართ. კი ბატონო, ეს მივიღოთ და იმაზე ზად ვართ საგარეო კურსის რაღაც სტრატეგიული ორიენტირებები ჩაიწეროს კონსტიტუციის პრეამბულაში, არა ვართ ამის წინააღმდეგი ნამდვილად. ანუ ამაზე შეთანხმება შესაძლებელია. აბსოლუტურად შესაძლებელია, ვფიქრობ არ იქნება პრობლემა. და რაც შეეხება თედო ჯაფარიძის სახსენეთ ინიციატივა, ყამათის საფუძველი გახდა ის მუხლი, რომელიც ეხება რომ საქართველოს აღარ უნდა იყოს დასავლეთსა და რუსეთს შორის პრობლემატური საკითხთან ნუსხაში. მე მაინტერესებს რამდენად წაადგება ეს იგივე ჩვენი ქვეყნის იგივე ტერიტორიული ერთიანობის აღდგენის საკითხი. გასაგებია, მე არ თვლი ვაიზამაიზო ძალიან ისეთი საკითხია, მაგრამ ხა პრინციპში ის რომ დაუშვათ ეგ მუხლი, საერთოდ არ იყოს ამ თემაზე ლაპარაკი იგივე. არა საერთოდ გასაგებია მე თვითონ შეიძლება საერთოდ არ იყოს მაგალითად იმ დოკუმენტში ამ თემაზე ლაპარაკი არ არის ეს პრობლემა ამიტომ არ ამგონია ეს საკითხი იყოს ასე და შეთანხმება არ იყოს შეუძლებელი ზევდა ის აიც აბა
სხვას რა ინტერესია. ორი კაცი მეკითხება ზოგადად. ეს ხო არა ეს. ხო დაუსვით რამოდენ. ნუ შეხვედრას რაც შეეხება ითქვა იქ რა ბუნებრივია ყველა თავისთავად შეხვედრის ფაქტი იყო შეხვედრის ფაქტი და ეს შეხვედრა იყო კონკრეტულ საკითხებზე იგივე საკონსტიტუციო ცვლილებებზე იგივე თქვათ უმცირესობის წინადადებებზე თქვათ იქ საგარეო საქმე სტრატეგიაში ეტანილი იყოს თუ არა კონსტიტუციაში ამ შეხვედრებზე ითქვა ორივე მხრიდან რომ პროგრესი გარკვეულწილად მიღწეულია რაღაცა წინ წავიწიეთ ეხლა კი იქ მე შემდგომში პრეზიდენტმა ცადა იქ რაღაც დებატების რეჟიმში გადაეყვანა ეს ყველაფერი თუმცა მე არ მგონია რომ კარგად გამოჩნდა პრეზიდენტი იმ შემთხვევაში მე ვფიქრობ გაცილებით ღირსეულად გამოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარე იმ სიტუაციაში როდესაც პრეზიდენტი შეეცადა რაღაცა სრულიად სხვა თემებზე გადაეტანა საუბარი ვიდრე ეს იყო მოლაპარაკების დროს თუმცა მიუხედავად ამისა მაინც ვფიქრობ რომ რაღაც გარკვეული პროგრესი არის მიღწეული და ეს პროგრესი უნდა დაბოლოვდეს და მალე უნდა დაბოლოვდეს რა თქმა უნდა ხა იქ ასა უნდა იყოს რაღაც მოლაპარაკების მალე უნდა დაბოლოვდეს კონკრეტული შედეგით რაც იქნება შეთანხმება სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე რასაც ქვია საკონსტიტუციო ცვლილებები და შევიტანოთ ის ცვლილებები რომლისთაც ვიქნებით შეთანხმებული ყველა მე მგონი ეს აქვს ამას პერსპექტივა აი ამ მიმართულებას მე არ ვიცი რატომ მაქვს ამას გადაწყვეტი მნიშვნელობა პატარი პრეზიდენტისთვის და ნაცოძრაობისთვის. აი ალალათ ვამბობ მართლა არ მესმის რატომ მაქვს ამას. მე ვფიქრობ რომ და ჩემი პრინციპული პოზიცია ყოველთვის ასეთი იყო რომ პარლამენტი, მთავრობა და საერთოდ ეს ხელისუფლება აპარატურები უნდა იყოს ერთ ადგილას თავმოყრილი ერთ ქალაქში. დედაქალაქის ფუნქცია. დედაქალაქი მეტი კი არ არის არაფერი. თუ ჩვენ გადაგვაქვს დედაქალაქის სხვაგან. ეს არის შეიძლება საკამათო, მაგრამ კიდე ლოგიკა არის და თუ არ გადაგვაქვს მაშინ ახლა იცით და თუ რეგიონის განვითარებაზე ვლაპარაკობთ, მაშინ ასე ავიღოთ რომ ერთი სამინისტრო წავიღოთ რაღაც კახეთში, მეორე სამინისტრო წავიღოთ რაღაც გურიაში, მესამე სამეგრელოში, მეოთხე იქით, მეხუთე აქეთ და განვითარდება რეგიონი. ნუ ძალიან მარტივად გადაწყვეტება საკითხი. ასე რომ წყდებოდეს, ასე მარტივად რეგიონების განვითარების საკითხი რაღაც სამინისტროები დავარიგოთ, აქეთ იქით ჩამოვარიგოთ და აქეთ პარლამენტი იყოს, იქით სხვა სამინისტრო იყოს. ნუ მთელი სოფლიო როგორმე მარტივად გადაწყვეტდა ამ პრობლემას. არ წყდება რა თქმა უნდა ასე. ასე არ წყდება სამწუხაროდ და მე არ მომწონს კიდე ის რომ რაღაცნაირად მიდის აი სპეკულირება საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან და პრეზიდენტის მხრიდან აი რაღაცნაირად ეხა ბუნებრივ სრულიად ჯანსაღ პატრიოტულ გზნობებზე თქვა იგივე ქუთაისელებს აი ქუთაისელებო თქვენ არაფრად არ გაგდებეთ თქვენი ქალაქი მოკვდება რას ქვია მოკვდება ეხლა პარლამენტი თუ არ იქნება ქალაქი თუ მოკვდება რამდენ ქალაქში პარლამენტი არ იქნება ყველა უნდა მოკვდეს არ მესმის ეს ლოგიკა საერთოდ და მიწიერი ლოგიკა თუმცა ჩვენ ახალგაზრდა ვართ გარკვეულ კომპრომისებზე თქვა შეიძლება არ დაითქვას გინდა თუ არა რაღაც ანუ საერთოდ არ იყოს თქვა შეიძლება იყოს წინააღმდეგ მიღებული საერთოდ მივუთითებთ ამ პარლამენტის ადგილის ამყოფელს მაინც და მაინც ერთ ქალაქს და ტარდებოდეს ქუთაისში ტარდებოდეს ხმებით თბილისში ტარდებოდეს თუ საჭიროა თელავში ჩატარდეს და ბათუმში არ ვიცი შეიძლება სხვადასხვა ვარიანტები იყოს განხილული აქ მაგრამ ახლა ასეთ პრინციპულ მნიშვნელობას მე არ მივანიჭებ პირადად მე ვთვლი რომ რა თქმა უნდა იყოს დედაქალაქში ძირითადად ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ერთად აბა კიდევ ისა გაინტერესა.